10 წლის ბავშვი 2 თვის წინ დავაწყებინეს სტემი ომეგა. დიაგნოზი იყო მეტყველების შეფერხება. ამას მეუბნებოდნენ, თორე იქ რაღაცა სხვა რაღაცეებიც იყო შესაძლოა. დაიწყო მიღება, სადღაც ერთი კვირა თითქოს არაფერი, ერთი კვირის მერე ბები ამბობდა, რომ ბავშვმა დაიწყო ჭამაო და ხო არ გასუქდებაო. ამის პარალელურად ვუთხარი, რომ არ გასუქდება და გააგრძელეთ თქო. მე ღებულობდა და მე იმდენი ინფორმაცია არ მქონდა, რამდენიც ვინც მიაწოდა იმას და გუშინ დამალაპარაკა ბებია, ჩაკითხვებით, აღმოვაჩინეთ რა. ამ ბავშვს ქონია გულის თანდაყოლილი მანკი, როგორც ხვდები, ანუ თანდაყოლილი ტრიადა, საკმაოდ მძიმე, რომელიც პერიოდულად ოპერაციები ჩატარებია, რამოდენიმე ოპერაცია, ბოლო 2 წლის წინ გაუკეთდა. და მადა ქონდა საერთოდ ძალიან ცუდი, არის ძე საერთოდ რო არიცოდა ბავშვმა, ძე ხორცსაც ძალიან ცუდად ჭამდა, ხილი და ბები ამბობს, რომ ერთი კვირის მერე დაიწყო ჭამაო. ძე მოითხოვა, რომ არასოდეს რო არ მოუთხოვიაო, მერე ხილი მოითხოვაო, მანდარინი არ უჭამიაო, 10 წლის ბავშვს წარმოგიდგენიათ. ყველაფერი რასაც არ ჭამდაო, დაიწყო ჭამაო. ამასობაში ნელ-ნელა მოხდა, რომ ენერგია მოემატა ბავშვს და რო იღლებოდა კიბეებზე სიარულით, ფიზიკური აქტივობით, აღარ იღლებაო კიბეებზე, თავისუფლად ადისო, დადისო, ჩვეულებრივად, თუნდაც ჩქარა იაროსო, მაინც არ იღლებაო. ეხლა გონებრივ განვითარებაზე რო ჩავეკითხე, აღნიშნა, რომ სიტყვები წამოიღო თავიდანო, მერე წინა დადებებიო, მეტყველების შეფერხება ამით იყო გამოხატული და მეუბნება, რომ აზრობრივად შეიცვალა ბავშვი, როცა ვესაუბრებით, აზრი გამოაქვს, როცა კითხულობს რაღაცას, გამოაქვს იქიდან აზრი და ეტყობა, აქამდე არ იყო ესა და შეუძლია მოგვიყვეს უკვე და ჩავეკითხე, მასწავლებლები რას გეუბნებიან თქო? აღარაფერს არ მეუბნებიანო, გადასარევი ბავშვიაო, ამას მეუბნებიანო. ნახეთ, ომეგა-3-ზე ხო არის, რომ გონებრივ განვითარებას ხელს უწყობს, ფიზიკურ განვითარებას ხელს უწყობს. ზუსტად ამ ბავშვთან ეს ყველაფერი განასახიერა ომეგა-3-მა. დასწავლის უნარი უფრო კარგად ითვისებსო, ამ ყველაფერსო ყურადღებით ისმენსო, ყურადღების დეფიციტიც იყო ეტყობა და ყურადღებით ისმენსო ამ ყველაფერსო და გონებრივი განვითარება წამოვიდა, ხო? ახლა რაც მე მოვყევი, წამოვიდა ფიზიკურად, რა თქმა უნდა, განვითარდება, როცა ამდენი ნაოპერაციები და მანკიანი ბავშვები ცოტა ნელაც იზრდებიან, ხო? ამაზე დიდად არ ქონია ყურადღება, მაგრამ მე მგონია, რომ მაგით წამოვა თუ არ არის, ბავშვებს თავისუფლად შეგვიძლია ვურჩიოთ ომეგა-3. რა თქმა უნდა, 10 წლამდე იყოს თითო, 14 წლამდეც კი თითო ყოფნის. აქ არის D3 ვიტამინის დეფიციტიც, ომეგა-3-ის დეფიციტიც და თავისი ის გონებრივი დარღვევებით, რაც თავის ტვინთან არის დაკავშირებული, ისედაც ახლავს ომეგა-3-ის დეფიციტს და D3 ვიტამინის დეფიციტს, ამიტომ თავისუფლად, ეხლა შემიძლია უკვე გითხრათ, რომ თავისუფლად შეგიძლიათ დაუნიშნოთ ნებისმიერი კაფსულის გადაყლაპვა, ვისაც შეუძლია, ხო? იმ ბავშვებს შეგვიძლია თავისუფლად მივცეთ. და კაფსულის გადაყლაპვაც რომ არ შეეძლოს, ერთ-ერთმა ჩემმა მშობელმა, რომელსაც ომეგა-3 2 წლინახევარი 3 წლის ბავშვი ყავს, რომელმაც ვერ გადაყლაპა ეს კაფსულა, დედამისმა ჩემთვის უკითხავა, დადგა და კოვზე გადაუტანა თევზისზეთი და ისე დაალევინა, გადასარევად მიირთვაო და მიიღო და დღემდე ასმევს ამას. სტემი 3D და სტემზე. სტემი 3D ფაქტიურად არის გაგრძელება, ლივის შემდგომ გაგრძელება, ორგანიზმის წმენდა, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, დაბერების პროცესების შეჩერება და გაახალგაზრდავება, ვისაც გინდათ, ჩემი ასაკის თუ უფრო პატარები ვინც ახართ, ყველამ დაიწყეთ ამის მიღება, იმიტომ რომ საოცრებებს დაგანახებთ, საოცრებებს. ნახეთ, სტემი 3D, რასაც გაგიკეთებთ, ის ნადპლუსი რო არის, გლუტათიონიც იქ არის, რესვერატროლიც იქ არის სტემის 3D-ში. და სტემში არის ყველაფერი. იგივე ღეროვან უჯრედებზე მუშაობს, იგივე ტელომერებზე მუშაობს, იგივე დნმ-ის აღდგენაზე მუშაობს. ყველაფერზე მუშაობს, რაც დაბერების 3 მიზეზი